რატომ შეშფოთდა ბრიუსელი რადის გადაწყვეტილებით ანტიკორუფციული ბიუროს პროკურატურისთვის დაქვემდებარების ინიციატივამ კიევს დასავლეთის მწვავე კრიტიკა და საპროტესტო აქციები მოუტანა. პარლამენტის თავმჯდომარისთვის საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზელენსკის მიმართ უნდობლობა და კითხვები ევროპას მაინც და მაინც ახლა გაუჩნდა. შალვა პაპუაშვილის ანალიზი ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტში. Deep State ებრძვის ყველაფერს, რაც ეროვნულ ინტერესებსა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობაზე გადის. ამის კარგ მაგალითად კი პარლამენტის თავმჯდომარეს უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მოჰყავს. აღმოჩნდა, რომ ბიუროკრატია ახლა უკრაინის პრეზიდენტს ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობას არ ანდობს. ერთი შეხედვით რა უცნაურია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც იმარსებს, ატაკამსებს და საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ერთი შეხედვით. ეს ისტორია კარგად აჩვენებს, რომ მსგავსი გარედან თავსმოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტები სინამდვილეში ქვეყნის მართვაში გარედან ხელის ფათურის კარიბჭეებია. და ამ კარიბჭეებს ასე ადვილად რომ არავინ დაგახურინებს, ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებია. და რა დამთხევაა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანუ თვალი და ყური მისი დაფუძნების მომენტიდან 2015 წლიდან სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების უკრაინაში გაქცეული პროკურორი გიზო უგულავა იყო, რომელიც შარშან სექტემბერში უკრაინის ხელისუფლებამ შიდა ინფორმაციის გატანის გამო გაათავისუფლა, ფაქტობრივად აგენტი ამხილა. ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორდ ქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო. უკრაინისთვის საქმეში გამოცდილი თვალყურის მდევნებლების მისაჩენად. ამიტომაც არის ეს ხალხი Deep State-ის მიერ ხელშეუხებლად გამოცხადებული. ამიტომ სვამენ ადეიშვილს ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში და ამიტომ ხვდებიან მას ბრიუსელის ევროკომისრები. ამიტომ მისცეს ნონა წოწორიას, ადეიშვილის მარჯვენა ხელს ახალდავალებად მოლდოვის სასამართლოს რეფორმა. ამიტომ დააორგანიზებინეს გია ლორდ-ქიფანიძეს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეს სააკაშვილის შემოპარება. ამიტომ დადგა სააკაშვილმა მართლაც პროფესიონალი მზვერავის სიმტკიცით წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ამიტომ გვიშრობენ სისხლს უკვე 4 წელია, რომ სააკაშვილი რამენაირად ციხიდან დაიხსნან. არც ელჩების დემარშებს ერიდებიან და არც პოლონელი ექიმების წინდის სპეცოპერაციას. Deep State-ის მხრიდან კრიტიკა მართლ პოლიტიკურ პარტიაში არ უკვირთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე იმ ორგანიზაციების შესუსტებას ეხება, რომლებიც ჩრდილოვანი მმართველობის მიერ კონკრეტული დავალებების შესრულებისთვის შეიქმნა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ამავე ორგანიზაციებს წლების განმავლობაში ნაცმოძრაობის ის წევრები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც აგენტურული ქსელის მეშვეობით Deep State-ის დავალებებს ასრულებდნენ და ანგარიშ ვალდებულებიც საკუთარი პატრონების წინაშე იყვნენ. ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა უკრაინული მხარე იღებს დამოუკიდებლად, ხომ ეს რა თქმა უნდა უკრაინული მხარის, ასე ვთქვათ, არჩევანი არის და მათი უფლება არის, თუმცა ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა Deep State-ი ჩაერთო ესეთი მასობრივი შეტევა განახორციელეს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინული ხელისუფლების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა აგენტებით ყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის ასე ვთქვათ, გადაკეთებასაც მარტივად რო ვთქვათ, აპირებს ბატონი ზელენსკი, იქ საქართველოდანაც გაქცეული დადასტურებული კრიმინალების ჩასმულები იყვნენ ამ ორგანიზაციაში ბატონი უგლავა, რომელიც პროკურორის თანამდებობას იკავებდა და ბატონი სააკაშვილი ძალიან ახლო წრის წარმომადგენელი გახდათ. მაშინ როცა უკრაინა Deep State-ის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებდა, გარე პოლიტიკურმა აქტორებმა ქვეყანა ევროპული ინტერესების დამცველად უკრაინის პრეზიდენტი კი გმირად შერაცხეს, თუმცა ზელენსკის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა სურათი შეცვალა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ Deep State-ი უკრაინაში ასე მარტივად არ დათმობს იმას, რასაც ამდენი ხანი აშენებდა. ეს ორივე ინსტიტუცია შექმნილი იყო თავის დროზე გარე, ასე ვთქვათ, მითითებით. თავის დროზე დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის მითითებით უკრაინაში. დღეს უკრაინის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს მას აღარ სჭირდება. სწორად ფიქრობს, არასწორად ფიქრობს, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ ის რაც გარედან შეუქმნეს, ეს ადვილად არ დააშლევინებენ. ამიტომ ამბობთ ჩვენ, რომ იმიტომ არსებობს სახელმწიფოში კონსტიტუცია და კონსტიტუციური ორგანოები და კანონები, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ამ კონსტიტუციური კანონებით. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს სიამოვნებინა დასავლეთისთვის, მათ შორის საკუთარი ქვეყანა ომის ველად გადააქცია და ითხოვდა, რომ გამოსაცდელი იარაღი ჩვენს ტერიტორიაზე გამოიცადოს, აი ამ ნაბიჯზეც კი წავიდნენ და ამის ფონზე, რა თქმა უნდა, გარედან მათი პატრონები აღარ პატიობენ არც ერთ პატარა ნაბიჯს თუ რაღაცა გადაცდომას, რომელიც შესაძლოა გარედან წამოსული მითითების
მითითებისგან განსხვავებული იყოს. დიპსტეიტის ხელწერა და საფრთხე მსოფლიოს მასშტაბით დღითი დღე აშკარა ხდება. უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა რადიკალური ძალის ინტერესები საქართველოში. ამ ფონზე უკრაინაში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ აშკარავებს, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ ქვეყნის ინტერესებითა და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვით უნდა იხელმძღვანელოს და არა გარე კარნახითა და დირექტივებით.